გამარჯობა მეგობრებო. კეთილი ოსგონი დაბრუნება ჩვენს ახალ ვლოგში. როგორც ხედავთ, გამოვედი სალონიდან. მთლიანად შევიღებე თითქმის თმა და ტონირება გავიკეთე და ძალიან მომწონს. ძალიან მჭირდებოდა ჩემ თმას შეღებვა. ეგრე 6 თვე არ შემიღებავს და ჭაღარები მომრავლდნენ. თითქოს ცოტა მუქია, მაგრამ მგონი ერთ დაყენა და კარგ ფერზე დაჭდება. ხოლო მივიდიო სალონსთან, ვიფიქრე წავიღები სენდვიჩებს, რადგან სამშია, მაგრამ გამახსენდა, რომ ჩვენი მეგობარი მოვა დაახლოებით 1 საათში და ვაპირებთ გამოვიძახოთ პიცები და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ პიცა ვჭამო და პიცისთვის 1 საათი ლოგინი ღირს. სანი, მიყვარ ხარ? მისია სანიც შესრულებულია. მოვედი სახლში, თამთაც ფეხ მომყვა და ეს გამოიყურება ჩემი თმა. ჩემ ყველაზე საყვარელი მომენტი არის, როდესაც სალონში მივდივარ და თმას მივარცხნიან. სალონში როგორც მივარცხნიან თმას, ისე კარგად ვერასდროს ვერ მივარცხნი ჩემით. ვერც დაისონით. არ ვიცი რატო. აი ეს არასდროს არ მაქვს კარგად თმა. წავედით ახლა ცოტას ვიჭარავებთ, მე მოვა პიცა შევჭამთ გემრიელად და ესე გავატაროთ ერთად. ეს არის სოკოთი, ძალიან კარგად გამოიყურება. და ეს არის პეპერონი. Wow. Looks delicious. ნუ შევაცხეო, ცივი არ არის, მაგრამ ეს კაია ხო? მე მგონი კი. დაიწყო. რა ვთქვათ? გამოდელი დღე დასრულდა. ნიკა არ არის სახლში, ქუთაისში გავუშვი ხოლობს თამაში და გავუშვამე. ჭორავი იმდენ რომ ინაზე გადავიძრე ტყავი 3-დან 9-მდე. ესე იგი, დღეს რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის გუშინდელი ამბავი, რომ გუშინ გავიკეთებ შვილებიც და წითელი ლაქი მაქვს. მეც მინდოდა გაკეთებ, მაგრამ მოკლედ შეწერა. სუსტად ამ დროს როცა ფრჩხილებს ვიკეთებდი, გადავწყვიტე რომ გამევალ ფლორით. არა, აქამდე გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ სუსტად მაშინ დავრეგისტრირდი, გადავიხადე თანხა და მოკლედ პირველი ლექცია მქონდა გუშინ. როგორც კი ვნახე ეს რეკლამა და დავინტერესდი, თურმე ხვალ იწყება კურსი. და მეც ეს ძალიან სწრაფად ნიკამ გავუშვა. ხო, ნიკამ გამიშვა. მე არაფერს არ მეკითხება ამ ოჯახში. ეხლა განახებთ. აი, თუ TikTok-ზე შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ მთელი ამ დღის ვლოგი გუშინდელიც და თან ყვავილების აწყობაც და მოკლედ ყველაფერი გავაზიარე TikTok-ზე, იმიტომ გუშინ YouTube-ს არ ვიღებდით და შესაბამისად უფრო შაბათ კვირას ვიღებთ ხოლმე. თით როგორ მიყვარს ყვავილები, თაკოსაც უნდა, მაგრამ მუშაობს არ აქვს დრო. შესაბამისად ნახოთ, ისე მიყვარს, რომ სამომავლოდაც ჩემი აზრით გამოგადგება. უნდა გამოვიყენო მოკლედ ამ ყვავილების სიყვარული რაღაცაში და ნახოთ რა იქნება. გამარჯობა. სალამ. მე იმას ვიესწრაფე. რაცა ძილი გინდა, კვირას დილის 9-დან 12-მდე არ უნდა მიუცითო, რომ ნივთი მოგიტანონ. ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი. იცი სანო შენ ეგ? კვირა დღემშვიდობისა, ახლა მივდივართ მასაჟზე, მე და სალომე full body მასაჟი უნდა გავიკეთოთ. მოვემზადეთ, მე ავდექი დილის 10 საათზე, იმიტომ რომ გადავწყვიტე, რომ ველისამენად უნდა მიმეღო 9-დან 12-მდე. 12-მდე ხო. 12-მდე, ვიფიქრე 12-ზე მოიტანე. ვერ მოატანე ღამე. ხანი არ მინდოდა. აი რატო არ ვიცი. და ეს კვირა დღეს ავდექი 10-ზე. რატომ? მე სან ჩავიყვანე, მოუწესრიგდი, დავიბანებ სკროლე და აქ ვდგავარ ახლა პირველ საათზე. მივდივართ მასაჟზე. თუ მოგვეწონება ადგილი გაგიზიარებთ, რა თქმა უნდა, ეს არის რეკლამა. თაკომ მაჩუკა დაბადების დღისთვის, წინა დაბადების დღის საჩუქარია. მე მაჩუკა ჩემო მეგობარმა დაბადების დღეზე. დღე ავირჩიეთ და მივდივართ. ხო. უკვე გვაცვია, ეხლა საყურებს გაიკეთებ სალომე, მე ჩავიცვამ ჩემს პლაშს. ძალიან კარგად ხარ. აი ესე. გავიკეთე ეს სამი საყურე. აქეთ ერთი მაქვს გახვრიტილი. საიდმე. კარგი ხარ გოგონა. სიმეოდი კი უფრო კარგი ახლა მე მგონი. მოდი შენც რა TikTok-ს.
ჩავიტარეთ მასაჟის პროცედურა და 1 საათი გაგრძელდა. ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო და ალბათ ამის შემდეგ ვივლით მასაჟზე. თქვენ დაგაწყნა რა მასაჟმა საერთოდ? დამაძინა. თაკორო გამოვიდა ქონდა. თაკორო გამოვიდა ქონდა კაი გამოძინებული სახე და ისე მაკლდილი მეც, მაგრამ ერთადერთი რაც შევცდი იყო ის, რომ რაღაცა ცოტა სახში უნდა მიჭამა, იმიტომ რომ აი მშიო და ერთის ვერ მქონდა მე ხლა უფრო მოვშევდა. აი ბოლო ნაწილში მშიოდა. ესე იგი, სახლში როცა გითხარით, რომ მასაჟის პროცედურაზე არასდროს არ ყოფილა, ყოველთვის მინდოდა და ასე შემდეგ, მიზეზი არ მithქვამს, ვფიქრობ, რომ საინტერესოა და უნდა გითხრათ, ეს არის ესე იგი, ყველაფერზე ძალიან მეღუტუნება ბავშვობიდან, ნებისმიერი შეხება, ნებისმიერ ადგილას, ზოგი ხო რომ მარტო ფეხზე ეღუტუნება, ფეხის გულზე. მე ყველგან სადაც არ უნდა შემხებოდა ადამიანი, მეღუტუნებოდა და ამიტომ ვერ წარმომედგინა მასაჟის გაკეთება, მეგონა რომ იქ ისტერიკა უნდა მომერთო და ვინ არის ეს გიჟიო, ეფიქრეთ და უკეთ ან უნდა გამეძლო ამ ღუტუნისთვის და ძალიან დისკომფორტი და დაძაბული ყოფილიყავდა. რა ვიცი, აი ჩემს წარმოდგენაში მეგონა რომ რადგან მეღუტუნებოდა ვერ ვიზამდი და ვინაიდან თაკომ მაჩუქა, უნდა მეცადა მოკლედ და ვცადე და ძალიან ასიამოვნებდა. ამიტომ თუ ვინმე ხართ ჩემსავით და ამის გამო იკავებთ თავს, ესე იგი არანაირი ის არ ყოფილა, იმდენად ძლიერად ხდება ეს სხეულის დამასაჟება, რომ უბრალოდ აი ტკივილნარევი სიამოვნება, აი ტკივილს ვერ დავარქმე, მაგრამ არ ვიცი რა. კონკრეტულ ადგილებში ცოტა ის იყო, აი სადაც ხელები იყო ეგეთი. ჩემთვის აი წელი უკან. წელზე მე არა და ამ გოგო მითხრა, რომ აი ძალიან ბევრი სპაზმები გაქო და ისეთი გოგო იყო რა, ხა არ მგონი რაღაც ჩემთვის არ ვთქვამს. მე სხვა გრძნობდი, აი ხლა მაქვს ზურგი რაღაც ცოტა მოშვებული და თავისუფლად. მეც ძალიან. ძალიან ვისიამოვნე, მოკლედ თუ და გაინტერესებთ, რადგან მოგვეწონა გავაჟღეროთ, ვთქვათ, რომ ვიყავით ბიოლაინ ჯატოში. ისე კონკრეტული სპეციალისტები არ შეგვირჩევიან, ხო? რენდომ ჩავეწერეთ, რადგან ერთ და იგივე დროს გვინდოდა რომ ყოფილიყავით. მე ძალიან მესიამოვნა. მეც. ეხლა მივდივართ საჭმელად. კი, ძამშია. და სად მივდივართ? არ ვიცი, მოვიფიქროთ სად წავიდეთ საჭმელად. მაგრამ აქვე სადმე ვაგის ტერიტორიაზე ალბათ მიდიხსენ გავდი. ეს და სანი ერთად. ისე გადავსხდეთ? არა, უერაბოდი იქით. რა შემოადგენლობა აქვს უნდა ვნახო ამ შეროლს. ისეთი კომფორტულია, რომ აი რავი. ძალიან მიყვარს ეს შარვალი უკვე. მე მგონი არ გავიხდი წელს. მინჯავს ხანდახან სურათებს როგორიც ჩემი კრემსუპი, რომელიც ძალიან სქელია, ეს უფრო ფაფაა ვიდრე კრემსუპი ჩემთვის, ну ჩემს გემოვნებაში არ იჭდება. Ну гечиди, так, ну гечи. Vedit. ბრუნდით სახლში, გამოვიძახეთ ისევ პიცა, ძალიან მოგვეწონა, უნოს პეპერონი და დაგვიზარა საჭმლის გაკეთება. ძალიან დავეღალეთ დღეს, მთელი დღე გასულები ვართ. დაიწყო ფეხბურთით, დინამო ტორპედოს თამაშია და ვუგულ შემატყივრებთ დინამოს და თან შევჭამთ პიცას. ფეხბურთს დამთავრდა, მეცად ჩამეძინა, რადგან ვიყავით ძალიან დაღლილი. ეხლა გამეღვიძა და მინდა რა გაგიზიაროთ დღევანდელი შენაზენი, რომელიც გამოდის ავდეგი დილით. როგორც იცით, მიმდინარეობს წიგნის ბაზრობა.
მაგრამ მე დამეზარად წასვლა და გადავწყვიტე ველისთვერიდან გამომიწერა 3 წიგნი, ველისთვერსაც მოქმედებდა ის ფასდაკლივები და ასევე თურმე კეშბექიც ჰქონიათ. მე გამოვწერე. პირველი არის რენესანსის შესახებ იტალიაში, ინგლისურ ენაზე. არ ვიცი ქართულადაც არის თუ არა. ნათარგმნი დაახლოებით მე-14 და მე-16 საუკუნეებში წარმოიშვა რენესანსი, იგივე ახორციელების ხანა იტალიაში და მან შეცვალა შუა საუკუნეების ხელოვნება. ქრისტიანულ სამყაროში შუა საუკუნეებში ძირითადად აქცენტი იყო რელიგიაზე, გამოსახავდნენ არარეალურ ტრანსცენდენტულ, გამოსახავდნენ არარეალურ ტრანსცენდენტულ სამყაროს. ფრესკები, სადაც ფიგურებს არ ჰქონდათ მკვეთრი ფორმები, იყო წაგრძელებული სხეულები, უკან შარავანდები და მოკლედ რელიგია იყო მთავარი ინტერესი შუა საუკუნეებში. როდესაც უკვე რენესანსი იწყებს ჩამოყალიბებას იტალიაში, აქ უკვე შემოდის ინტერესი რეალური მატერიალური სამყაროსადმი, ადამიანისადმი. რენესანსის წარმოშობამ ხელი შეუწყო ჰუმანიზმის მსოფლმხედველობის შექმნას, რომელიც ინტერესდება, რომლის აზრითაც სამყარო არის მშვენიერი და მშვენიერი სამყაროს ცენტრი გახლავთ ადამიანი და რენესანსი ორიენტირებულია, რომ გამოსახოს უფრო მკვეთრი ფიგურები, მთავარი ინტერესი ხდება მატერიალური სამყარო და ადამიანი. ჰუმანიზმის წარმოშობა განაპირობა იმან, რომ იტალიაში ეკონომიკა ვითარდება, ლიტერატურა ვითარდება, ვაჭრობა განვითარდა და როდესაც უკვე ვაჭრობა ვითარდება, ადამიანი იწყებს უფრო მეტ მოგზაურობას, მიდის სხვადასხვა ქვეყნებში, აქვს შეხება სხვადასხვა კულტურასთან, ადამიანთან მოგზაურობა. ადამიანებს უფრო მეტი ცოდნა შესწინა, გაუფართოვდა თვალსაჩინო მსოფლმხედველობა და იწყება ინტერესი მატერიალური სამყაროსადმი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რენესანსი უპირისპირდება რელიგიას. პირიქით რელიგია იყო უდიდესი დამკვეთი, ეკლესიები შენდებოდა, იხატებოდა ფრესკები, იქმნებოდა ქანდაკებები ეკლესიებისთვის, თუმცა უკვე ეს ფრესკები იყო უფრო ადამიანური სახის და არა არარეალური. თავის მხრივ რენესანსი დგას ანტიკურობას. ზოგადად ანტიკურობაზე დგას ევროპა, ანტიკური ლიტერატურაზე იქმნება ევროპული ლიტერატურა და დღესაც რელევანტურია არა თუ რენესანსის დროს ანტიკური ხანა, იმიტომ რომ დღემდე იდგმება სპექტაკლები. ის რომ ანტიკურობაზე დგას რენესანსი არ არის გასაკვირი იქიდან გამომდინარე, რომ იტალიაში არასდროს არ წაშლილა რომის იმპერიის კვალი იყო. ანტიკური ნაგებობები, ეკლესიები, ქანდაკებები დიდი გავლენა იქონია ამან რენესანსზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იყო კოპირება, არამედ ეს იყო უფრო შთაგონების წყარო. ზოგადად ანტიკურობის ყველაზე დიდი საგანძური ჩემი აზრით, რაც გავგაჩნია, ეს არის ჰომეროსის ილიადა და ოდისეა. ძალიან მეყვარს, არ ვიცი რატო საოცრება, ალბათ იმიტომ, რომ ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნეში რომ ადამიანი ქმნი ილიადას და ოდისეას, ქმნი პოემა, სადაც ჯერ კიდევ იქ ჩანს სტუმართმასპინძლობა, ჯერ კიდევ იქ არის მატრიარქატის საუბარი, რამდენი საუკუნის წინ იყო ჰომეროსი ჩვენზე წინ. ეგრე გამოდის ვაჭრობაზე და მოგზაურობაზე თუ ვისაუბრებთ, ხო, რამაც რეალურად თვალსაჩინოს გაფართოებამ და ადამიანების გაცნობამ და ახალმა კულტურებმა ხელი შეუწყო რენესანსის წარმოშობას, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ძალიან საინტერესოა, რომ ლიტერატურაში არსებობს ტერმინი ოდისევსის გზა. ეს მოდის პოემა ოდისეადან. ოდისეა ჯერ იყო 10 წელი ტროას ომში, მერე 10 წელი ცდილობს ტროას ომიდან, რომ ითაკაში დაბრუნდეს თავის სამშობლოში, თუმცა მას უწევს 10 წლიანი იძულებითი მოგზაურობა, რომ მიაღწიოს სახლამდე, რადგან როგორც ვიცით, პოსეიდონი ხელს უშლის იმის გამო, რომ მან თავის შვილს თვალე ამოთხარა და მისმა შვილმა რანაირად ხვები მურად სუდი შინაარსი ვთქვი და ოდისევსი ხან კიკლონებთან არის, ხან ფეაკებთან, ხვდება უტოპიურ და საოცრად არაუტოპიურ სამყაროს, იქ ჰადესში ჩადის, კირკეს ხვდება
და ამ დროს ოდისევსი რომ მოგზაურობს, ის ყველა ადგილზე არის სხვადასხვა ადამიანი. ის ყოველ ქვეყანაში თუ კუნძულზე ხვდება სხვადასხვა კულტურებს და ადამიანი, როდესაც მოგზაურობს, ოდისევსის გზა არ არის A პუნქტიდან B პუნქტში წასვლა, არ არის ტროოდან ითაკაში წასვლა. ოდისევსის გზაში მოიაზრება ადამიანის განვითარება. ადამიანის განვითარებას ხელს უწყობს მოგზაურობა. მოგზაურობა არის განათლების, ჩემი აზრით, განათლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. წლების სკოლაში 12 წელი ვსწავლობთ ისტორიას, ხელოვნებას, მერე უნივერსიტეტში განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებს ვირჩევ. ფილოსოფიას ეცნობი, ხელოვნებას ეცნობი, ლიტერატურას ეცნობი და როდესაც მოგზაურობ, შენ იმ კულტურებს ხვდები, იმ ადამიანებს ხვდები, ვიზეც არის საუბარი ამ წიგნებში. მივდივართ მუზეუმებში, სადაც ათასობით ნამუშევარს ხვდებით იმ ხელოვანების, რომლებზეც ჩვენ ერთ დროს წიგნში ვკითხულობდით და Google-ში ინფორმაციას ვიძიებდით. და რეალურად, როდესაც ამას შენი თვალით ხედავ და შენ ხარ მონაწილე ამ ყველაფრის ხვდები სხვადასხვა კულტურის ადამიანს და თუნდაც არქიტექტურას უყურებ, თუნდაც ამდენ ხელოვნების ნიმუშს, ეს ყველაფერი შენს გონებაში ილექება. შეიძლება შეხვიდე მუზეუმში და ათასობით ნამუშევარი ნახო, ათასობით ნამუშევარს ვერ დაიმახსოვრებ. მე მაგალითად 2-3 საოცარ ნახატს თუ ამოვარჩევ და თუ ვიცი ის მისი ავტორი ხომ საოცარი გრძნობა, რომ რეალურად ამას ხედავ, თუ არ იცი და მოგწონს იძიებ ინფორმაციას და ამით კიდევ უფრო აღრმავებ შენს განათლებას. ზუსტად ეს არის ოდისევსის გზა. ეს არის ადამიანის განვითარება. ადამიანი როდესაც მოგზაურობს, თავის ცხოვრებაში გადის რაღაც ეტაპებს და ხვდება უამრავ კულტურას, უამრავ ადამიანს და ვითარდება და აღრმავებს თავის ცოდნას. და მგონი ძალიან საინტერესო იქნება ეს წიგნი. შემდეგი არის მედეა. ჩვენი კოლხი მედეა. ამ წიგნში თავმოყრილია მთელი ინფორმაცია მედეას შესახებ. ეს არის ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი პოემები. ვისაც არ დაინტერესებთ ეს ნაწილი, გადაახვიეთ და ბიბი ჰაუსის გაყუთოს. კი. მოკლედ თავმოყრილია ჰომეროსის, ჰესიოდეს, პინდარეუს ვეძახი მე. ეგეც სწორია მგონი. ჰეროდოტოსის, ევრიპიდეს და სხვა მწერლების პოემები. მგონი ძალიან საინტერესო, როდესაც მთელი ინფორმაცია მედეას შესახებ არის ერთ წიგნში თავმოყრილი. ეხლა ჰომეროსთან მედეას ვიცნობ, არგონავტების მითი ყველამ ვიცით, მაგრამ კიდე ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ ამ წიგნისგან. მესამე არის სიმღერა აქილევსზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და ეს წიგნი არის ბესტსელერი, თუმცა მე ვერასდროს ვერ მოვაკითხავი და წამიკითხა. დიდად რო გითხრათ, ახლა ჰომეროსთან აქილევსზე ვგიჟდებით, ხო, მოგატყუებთ. ამბობენ, რომ ძალიან საინტერესო ეს წიგნი და კიდე სხვა კუთხით დავინახავთ ანტიკური სამყაროს გმირებს და აქილევსს. ეს არის ჩემი შენაძენი და მგონი ძალიან კარგი შენაძენია. ზოგადად ჩემი ყველაზე ცუდი თვისება არის ის, რომ ვიცი წრეზე სიარული ამ ცხოვრებაში და ძალიან ბევრი წიგნი, რომელიც ადრე წამიკითხავს ბავშვობაში, ბაკალავრის დროს წამიკითხავს, ბევრი რამე არ მახსოვს. ამას ადრე ძალიან განვიცდიდი, რომ რანაირად შეიძლება ადამიანმა რაღაც წაიკითხო, მოგწონდეს, გიყვარდეს და შემდეგ წლები გავიდეს და დაგავიწყდეს და ვიღაცამ აზრი გკითხოს, დაიბნე და დაიწყო ბლუყონი. მაგრამ მე ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ძალიან უყვარს კითხვა, მითხრა, რომ ან თქოს ძალიან ბუნებრივია რაღაცას რომ კითხულ და შემდეგ წლები მასზე არ საუბრობ და არ ფიქრობ, ბუნებრივია რომ დაგავიწყდეს და მე ამან ძალიან დამამშვიდა. თუმცა ხშირად არის ხოლმე რაღაცების გადაკითხვა მიწევს და ამ გადაკითხვაში ხდება ისე, რომ მაგალითად თანამედროვე ლიტერატურის ბევრი წიგნი არ მაქვს წაკითხული და ამას უნდა მივხედო. გადაკითხვა იმიტომ მიყვარს, რომ როდესაც მახსოვს, რომ ის წიგნი მომეწონა და მე შეგრძნებების დონეზე და ალბათ ადამიანები შეგრძნებების დონეზე ვიმახსოვრებთ რაღაცებს. ხო და შეგრძნების დონეზე რომ მახსოვს, რომ მაგალითად ტრიუმფალურმა თაღმა ისეთი საოცარი სიამოვნება მომანიჭა და დღეს აღარ მახსოვს და მახსოვს მხოლოდ მაგალითად კალვადოსი და რემარკი და მეორედ რომ ვიცი რომ წავიკითხავ და ისევ ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ, რაღაცნაირად მინდა რომ ისევ წავიკითხო ხოლმე.
ეგრე დაემართა ზუსტად სამ მუშკეტერზე, როგორც აღნიშნა წინა ვლოგში. რა ვიცი, 12 წლის თუ 13 წლის წინ წავიკითხე, გადავირიე და მე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამე არ მახსოვდა. და სადღაც რაღაც პოსტი ვნახე, გამახსენდა სამი მუშკეტერი, კაი, ათოსი, პორტოსი, არამისი და დარტანიანი კი მახსოვს, მაგრამ მეთქი იქნებ კიდე თავიდან წავიკითხო მეთქი და ისე გავგიჟდი როგორც რამდენიმე წლის წინ. და სხვათა შორის არასდროს არ მაქონდნია წაკითხული მისი გაგრძელება 20 წლის შემდეგ და ასევე არის კიდე რამდენიმე ტომი 10 წლის შემდეგ. ამბობენ რომ რა თქმა უნდა პირველ და მეორე ტომს თავის პირველ და მეორე ტომს რომელიც არის მუშკეტერი მით არ შეედრება და ახლა გადავწყვიტე რომ წამიკითხა ეს 20 წლის შემდეგ 10 წლის შემდეგებს თუ წავიკითხავ არ ამგონია მაგრამ მე ალბათ ისე წლების შემდეგ დავიწყებ ამ სამი ტომით და გავაგრძელებ. ზოგადად სერიალებზეც ეგრე ვარ. რაღაც ახალი სეზონი რომ გამოდის, თავიდან ვიწყებ ყურებას და მივიდივარ ბოლო სეზონამდე და სამ მუშკეტერზეც ესე დამემართე. რა დროს სამი მუშკეტერია თამარ 28 წლის ხარ, მაგრამ არ მახსოვს როცა წავიკითხე რა ხდებოდა. ეხლა მახსოვს. მოკლედ ესე. იკითხეთ ხალხო წიგნები, ოღონდ ჩემზე მეტი. მე ზოგჯერ მეზრება. კარგით, ახლა წავიდეთ და ვნახოთ რა შევიძინეთ ბიბი ჰაუსში და ღირს თუ არ აქ წასვლა. დიახ. იმიტომ რომ კადრებია იქ ვერ ვისაუბრეთ, იმდენი ხალხი იყო და ახლა გავიზრდეთ. აუ ეს ქალი რა საყვარელი იყო. ისეთ საყვარლები მეთაკმენება ამადი Flying Tiger-ია ეს. ხო, მაგათი Flying Tiger-ი ყველაფერი რომ მოსწონდაც და აი ყველაფერს ყიდვა გვინდა თან იქ რა საუბრობდნენ, ყველაფერი გვესმოდა. და მე ყველას ესაუბრებოდნენ მე ძალიან გოგოებიც და ქალებიც და ყველა ვინც აი ეს პოზიტივს ასხივებს აი რეალურ ურთიერთობებში და რაღაცნაირები რა არიან საყვარლები და ყველა კომუნიკაცია შემოდიოდა და ვინც მარტო იყო ხო აი უყურებდა ამ თემში მაგალითად და თან თავისთვის ლულუღებდნენ და თან უნდათ რომ შესულიყავი კომუნიკაციაში და გეთქვა რაღაც შენი რჩევა ან შენი აზრი და სულ ეგეთ გამოწვევა და ლულუღებდნენ და მე რა თქმა უნდა ყველა ჩამოვდექი ყველა ველაპარაკე და ყველა ჩემი აზრი მოვახვიე თავზე მომწოდა თუ რა ის თემში რომელიც ხელში ეჭი სამი ქალი იყვნენ და ბოლოს რო უთხრა იმ კაცს რამდენიც გადასახდელი მეორესე ერთწამი გაიჩა კამერა გადაფუ ხო რომ სალაროსე რომ მივიდა თავის დაქალებს უთხრა რომ შენ არის მოყვა ამიტომ არ გააფუჭეს მომენტი მე მოყვები მოკლედ ამ კაცს როგორც უთხრა რამდენო გადასახდელი 140 თუ რაღაც 150 ლარი საკმაოდ ძვირი იმიტომ რომ საკმაოდ იაფიანი მაღაზია ამან გასახა მეორე დაგავს რომ ხო გითხარი კორვალული მომზადეო და ძალიან ბევრი ვიცინეთ ვინც იქ მე თაკოს გავძახი უკან რომ თაკოშენც მომზადე კორვალული თქო დავიწყებთ უშუალოდ ნივთების ჩვენებას ნაწილი ამოვალაგეთ რადგან ხმაური არ ყოფილიყო ამ შესაფუთი ქალდების ეს არის პირველი ორი მსგავსი დეკორაცია რომელიც არის ძალიან საყვარელი ნუ არ არის ძალიან სუფთა ნამუშევარი მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან საყვარელია გოგო ბაჭია და ბიჭი ბაჭია. კიდევ აი ესეთი ძალიან პატარა საყვარელი ბაჭია ძალიან მომეწონა ფერიც და თვითონ ტიპიც. კიდევ ეს ძალიან მომეწონა. ეს არის ესეთი პასკის დასადები თეფში. რომელსაც აქვს ორი ბაჭია და ეს მესამე ბაჭია. რომელიც ესე დავაწებო აქ. ნუ როგორც მითხრა ეს თეფში ჩამოდის დაშლილი, თვითონ აწყობენ, ან თვითონ აწებებენ. სტენდისთვის დააწებეს. და უკვე ბოლო ერთეული იყო და ეს იყო მომძვრალი რა რაღაცა და იმდენად მომეწონა რომ აღარ დავტოვე. და აქ დაიდევა პასკა. კიდევ შევიძინეთ ეს ოღონდ საჩუქრად. არის ესეთი საღდგომო კვერცხების ზის პატარა ანგელოზი და ძალიან ლამაზია. უამრავი არჩევანი იყო ესეთი აღდგომის კვერცხებისთვის. ესეთი ყვავილების ლარნაკი. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ არის ეს ღია ვარდისფერი. და ნარინჯისფერს ხედავთ. ჰერადი რადგან იყო მომეწონა, თან ესეთი თანამედროვეა, თან მოვინტაჟურო. კიდევ შევიძინეთ ესეთი დეკორაციული კვერცხები, რომლებიც უნდა დავკიდო ხის ტოტებზე, ბუნებრივ ტოტზე და რაღაცნაირად ის აღდგომო ნაძვის ხესავით შევქმნა. ძალიან ლამაზებია. პასტელური ფერებია. მე უფრო ფერადები მიყვარს, მაგრამ რადგან ძალიან მომეწონა, აი ესენია ძალიან ლამაზი კიდევ. არის ბოკრული. ეს ორი ერთად იყო, რადგან ვინტაჟურია, თითქოს რაღაც ძველებური, მაგიტომ მომეწონა.
ესეთი ბაჭიებია. ესეთი მარწყვი, სანთელი. ძალიან საყვარელია. საკმაოდ დიდია. და ესეთი კიდევ პასკის დასადები. საკმაოდ დიდი თეფშია. როგორც აი ესე მერე ძალიან საყვარლები აქვს. ეს ორი, რადგან საჩუქრად ვეცადეთ, რაღაც მსგავსი ყოფილიყო, ამიტომ ორივე თეთრი ავიღე. დავასრულეთ განყოფათაც, დავასრულეთ ვლოგიც. აქ დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და შევხვდებით ახალ ვლოგში. შემდეგ კვირაში, მთელი ეს კვირა ახლა იქნება საღდგომო 3-10-ისი. მოკლედ შემდეგი ვლოგი უკვე იქნება საღდგომო ვლოგი და რა ვიცი, საღდგომო და ჩემი დაბადებისდღის ვლოგი. Yes. მადლობა რომ გვიყურეთ. კარგად.